იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. ამ ოთახის საკეტი ხო ვერ ვიყიდე შიგნიდან ვერ ვაღებ რა წესია. მომისმინე მე უნდა გადავილო და გამოვალ რა. კი ბატონო. გადაივლე ვაჟ ბატონო. ისე რომ იცოდე ჩემი დაქალები მოდიან. არა, არაფერი რა უნდა იყოს. რა ინტერესებს? წამშინმა დაქალებმა დიდი ხანი უნდა იარო ნაკ. დარჩნენ ჩემ ოთახში დააწვინე და მე წავალ სახლიდან თუ რა გავაკეთო ეგავი. მიშო, ჩემი დაქალები არიან და რა პრობლემა და პრეტენზიები გაქვს შეიძლება? ო არაფერი კაცო. კაი მის მაშინ გადაივლე. ხო, გადავილებ შეხვედრა მაქვს რაღაც საღამოს და ნარანინი ნანანი ნანა. აუ ლეგო მიმიშ. მომენატრე ძა როგორ ახარაში ხარულო მაგრამ რა არის? მოკლედ მე მგონია ეჭვი მაქვს რომ მიშო მღალატობს. კაი რა სისულელი. არა? დარარირირარარა. არა, მე მართლა ეჭვი მაქვს რომ მღალატობს მიშო. დარწმუნებული ვარ და ხო და თავის ტელეფონია. მიშოს ტელეფონია, დარჩა აქ. მერე? ხო და მინდა რომ ნახო. მესიჯები, ნარაკები. არა, გოგო რა აბედო. არა. აი გარი ყველაზე მდაბიო საქციელი შენ თავს ფიცავა რა. პირადია ადამიანის ეხლა რა წესია რომ გაუქეკო ტელეფონი ეხავს. აუ მოიცარა ერთი. არ დამიჯერე რა. არა, გეუბნებით რომ რაღაცა საეჭვო რაღაცებს ნახულობ ხოლმე და მიშო გოგო არ აი რა სისულელია გოგო. სულელია. ეს რა არის? ელექტრიკი ნუგზარი. მე? რავი 30-ჯერ აქვს დარეკილი და რატო? ვინ არის ელექტრიკი? რაღაც პრობლემა ქონდა და რავი დაურეკა. ხო, კაი, მოიცა ხა დავეკავ მე. აუ ბიძე ჩემი მირეკავს. რა უნდა ეხა აი რა? არ უპასუხებ მოდი ზარს გაუთიშო. ფაიმე გამითიშა. ფაიმე გამითიშა. მოიცა კიდე უნდა გადავრეკო ერთი რა. აი ნუ რეკავ რა ეხა რა საქციელია? აი კიდე მირეკავს რა. ხო ხედავ რომ არ გპასუხობ და გათიშე რა. ფაიმე კიდე გამითიშა. ვაიმე რატო შეშუ შენს მერე. არა, უნდა გადავრეკო, ერთი არ მიპასუხოს რა. ხო გეუბნებით რომ რაღაცაში არის საქმე რა. მე დამაშტერებს ესე ჭკვიან ქალს. დარარირირარარა. აი კიდე მირეკავს ბიძე ჩემი. უნდა ვუპასუხო რა. უპასუხე, მიდი კაცო და ეს რომ პასუხო. არ მომაქციოთ მე. მიდი კაცო. ელექტრიკი ნუგზა რა გისმენთ. ალო? ალო? ანუ ამიხსენი, რატო ხარ ელექტრიკი ნუგზარა? და ჩემი ქმრის ტელეფონში რა უნდა შენს ნომერს? აი მართლა საოცარია რა, რატო ჩაწერა როგორც ელექტრიკის. ხო აი მართლა ეთყობა რომ ვერ ყვევი ამ თვითონ ელექტრიკუნობაში მაგიტო. კითხოთ რა, მართლა მაინტერესებს შენ თავს ვიცავარ. აუ, კაი ხო მოიცარა, ხა შენი თავი არ მაქვს რა, ერთი წუთი ხა გავაგრძელოთ. ჩემი გავარკვიეთ, არაფერი შენი ხო მორჩა კაცო. აი, აგენ მეორე ნომერი აქვს კიდე ვიტალი ხადავშიკი. აი მე რა ხდება, შეიძლება გავაფრინო ხალხო რა, ვიტალი. გოგო, ხადავშიკია ალბათ, რა გჭირს მართლა. ჩემი არ არის. რა არ არის? გოგო ზმუის ტელეფონი. არა გოგო, ჩემი არ არის. კი, გოგო შენია. არა, ჩემი არ არის. ვინ არის დახედე? აუ, გოგო, ბანკია ალბათ. ბანკია. ბანკი არ არის. ბანკია გოგო. არა, მე ვრეკავ ახლა შენთან. აბა დარეკე. ბანკი იყო. შენ თავს ვიცავარ.
რატო ზმუის კიდე შენი ტელეფონი გოგო? გოგო, რატო ზმუის შენი ტელეფონი? გოგო, რა ვიცი, აბა რატო ზმუის ბანკი იყო და არ ვიცი რა. გოგო, რატომ აქვს ჩემ ქმარს შენი ნომერი? რატომ აქვს? კაი, ცია, მართლა რა გჭირს ვერ გავიგებ რა, რატომ აქვს არ შეიძლება რომ დაქალის ქმრის ნომერი ქონდეს? ისა რა არის უცნაური მაგაში შენ კიდე რა? რატო აბუქებ ყველაფერს? არა, ჩემო საყვარლებო, უცნაური არაფერი არ არის, რომ უბრალოდ ჩემს ქმარს თქვენი ნომრები ქონდეს შეყვანილი, მაგრამ სახელებია ძალიან უცნაური. რა სახელები? რა ელექტრიკი? რა ელექტრიკი? რა ხადავში კი რა ვერ გავიგე. გოგო, ანუ რატო ყავხართ ჩემს ქმარს ამ სახელებით შეყვანილი? გაუგებარია სრულიად. გოგო, შეიძლება არ ვიცი, შეიძლება ხადავშიკის ფორმა მეცვა ერთხელ სადმე და ანუ ხო. ჩაიწერა მერე, ანუ არ ვიცი რა სისულელი. ნახე რა, გავიგე. შენთან რატო დარეკა ჩემა ქმარმა 8 ჯერ გოგო? თან ღამე. ღამე დარეკა 8 ჯერ. ვაჯერ ამბავი. აბა მე 7 რატომ ახსოვს? ანუ აღიარებ რომ ანუ ჩემს ქმარს რა ხდება თამუნა? რა არის გოგო საღიარებელი? აი საერთოდ ხარ შენ? ვაიმე არა რა მოიტანე გოგო საიდან მოიტანე რა თმინდა შენ ქმართან დაწოლა უბრალოდ აი შენ სამსახურში ხარ ხოლმე რაღაცა პრობლემა თუ აქ მირეკავს და ესე ვლაპარაკობთ აქეთური იქეთური რაღაცა ვჭორაობთ და ვამშვიდებ ადამიანს რა ხო ამშვიდებ გვერდში უდგა ხარ ხო აი შენ პონჩში რა ჩემ პონჩში და თან რაღაცა ცოტა იქითაც მიათრევ ხო საწოლისკენ არა რა სისულელია საიდან მოიგე კაი რა ცია რა. ნუ გელანდება არა რაღაცე იცი რა არის? აი პრობლემა გაქვს მე სიკეთე არ უნდა გააკეთოს რა. მე მგონი ხო. ერთი მხრიდან რატო უყურებ ამ ყველაფერს? ანუ რა მხელა სიკეთე გაუკეთეთ შენ ქმარს და ცოტა რეალობა აღიქვი რა. შეიძლება რაღაც ნეგატივით იყო განწყობილი? ნახე როგორი SMS აუ თქვენ რა SMS რა? გურამ გამოეთრიე დრო ხო, გამოდი, გურამ, გამოდი, მართლა გამოეთრიე დრო გამოვიდე. რატო გამიკეთე ეს ბიჭო ჩემს დაქალებს რატო მესიჯები ამიხსენი ერთი აუ შენ ერთი გამაგებინე რა რატომ ატყუებდი რომ მარტო შენ გემესიჯებიო არა რატომ ატყუებდა გამოდი, გურამ, რა არის იცი? მე შენ ძალიან გენდობოდი რა. ცია კაი ხო, წერდი და მესიჯებოდი, მაგრამ აი ამ დამპალს რატო წერდი ამ მახინჯუს საქმურთან? არ მესმის, ბანაობ, არ მესმის. შენ სარკაში ჩაილე დროზე რა ჩუნდი რა ვარკვევს რაღაცას რა რა თქვი? ვინ არის მეთქი მახინჯი სარკაში ჩაიხედე შენ თამუნა მე ჩავიხედო სარკეში მომისმინე მე ვარ დედოფალი და შენ ხარ აი ვიღაც იდიოტი შეუმდგარი ქალი აი ეს ხარ არ მინდა შეუმდგარი კი აი ხა არა მალაპარაკო და არ თქვა ხმამაღლა რომ კარიერა ბოზობით აიღე ვისეუბნე შენ გეუბნები გალო შენ გეუბნები აუ არ მართლა არ გეცე ხათლებში აუ მართლა არის ხუბოთ რა მე წერდა გურამი აი რა მე წერდა გურამი გურამ დროზე გამოეთრიე მეთქი ხარო გეუბნები ხო გასარკვევი გვაქვს ძალიან გამოდი რა რასგანაო ცამდენს კიდე აი გურამი კარგი ხო ჯანჯაპას თქვენ გოგო თქვენ როგორ გამიკეთეთ გოგო ეს როგორ გამიკეთეთ ეს რატო დავიმსახურე თქვენგან გურამ გამოეთრიე ცია ვერ გამოვა მიხვდი 1 საათიანია რა ხო ესე მალე ვერ გამოვა ანუ შე რატო იცი ჩემი ქმარი რამდენ საათიანია ვიცი ციაკო იმიტომ რომ ყოველ შესვლაზე სამეფო კარის თამაშებს უყურებს და ბოლო 2 სერია აქვს დარჩენილი და გამოვა всё სამეფო კარის თამაშები ყველა სეზონი ნახა შენთან ერთად არა ბოლო სერიაში არია სტარკი ყავს ყინულის კაცს და ეგ აქვს დასამთავრებელი მაგას ნახავს და გამოვა ანუ 1 საათის თემაა გოგო რატო მიკეთება მარტო ჩემს ქმართან წევხარ და მე კიდე ჩემი საყვარელი სერიალი რატო დამასპოილერე რატო ადამიანო აუ მართლა რა არ უნდა მეთქვა ისე მაგაში მართლა შევიდი ბოდიში არ უნდა ხო გამოდი შენ ბიჭო ეს როგორ გამიკეთე ანუ რა დაგიშავე ესეთი რომ ეს გამიკეთე ჩემს დაკალებთან გაქვს ურთიერთობა რა გაგიკეთე რა გაყვირებს გო რა შენ დაკალებთან მაქვს ურთიერთობა ჩემს დაკალებთან გაქვს ურთიერთობა ყველაფერი ვნახე ჩემ თვალით გაიცი მართლა რა მართლა არ უნდა გაგეკეთებინა რა მართლა არ უნდა გაგეკეთებინა ხო გეუბნებოდი შენ ცოლთან ტეხავს თქო და ხო ვარწმუნებდი რა რომ არ გააკეთო მეთქი ტეხავს ციასთან თქო რა ჯერ მარტო გუშინ 3 ჯერ დავარწმუნე აი რა ანუ ესე ვაღიარებთ ესე თამამად რას ვაგ რა გინდა ვერ რა მოდი აქ ეს რა არის რა არის ხო რა აბა რა არის ანუ გუში რო გაიქეცი სახლიდან ვაჟბატონო ხო სამსახურშიო თათბირი მაქვსო ეს არის შენი თათბირი
აი ამ ქალბატონთან ეგდე გუშინ. არა. შეხედე. ხო რა, აბა რა. შენ ურეკავდი ზუსტად საღამოს 8 საათზე. მერე ეს ქალბატონი გირეკავდა 9-ის 10 წუთზე. მერე ისევ შენ ვაჟბატონო 9-ის 15 წუთზე. მერე ისევ შენ ქალბატონო 9-ის 25 წუთზე. მერე შენ ურეკავდი 9-ის 35 აკლდა და მერე წყდება ზარები 1 საათი. ხო, აი მაგ 1 საათი ვერ რატო? არა 1 საათით მართლა ვერ გიპასუხებდით იმ 1 საათით მართლა. არა, მომისმინეთ, აი ეს ტელეფონი ჩემი არ არის რა. დამიჯერე, ახლა რა ტელეფონი ნახე, მე არ ვიცი, ეს არ არის ჩემი. აბა ვისია ეს ტელეფონი? ეს არის იმის რა. ვიცი. აი ტელეფონი ვისია თქო? აი ადამიანის რა. აი ადამიანის, რომელსაც ჩემი ოჯახის დანგრევა უნდა და ჩვენ ურთიერთობაში რომ ზარი გააკეთოს იმ ადამიანის არის ეს ტელეფონი. აი, ვაი. ამდენი ბოროტი ადამიანი არის. რა კარგად მოიფიქრე, კი არა, კარგად თქვი ძალიან, კი. ძალიან კაი ვერსია. კი არა და კარგი სიტყვებია ძალიან. ნახე რა როგორ თამაშობენ და როგორ სპექტაკლს მიდგავენ აქ რა. არა გოგო. ყოჩახ. მართალია რასაც. თქვენს ყოჩახ და შენს ყოჩახ. ისე მე შენგან მართლა არ მოველოდი, რომ ჩემს გარდა ვინმეს ელაპარაკებოდ. ამას ბიჭო. ამას მე გშორდები. აუ ისე მაგარი არა კაცი ხარ შენ. ელექტრიკი ნუ გზარა დაივიწყე. გადი შენ მიხედე, აი ამასთან რომ გალოტობდი კარგი, მაგრამ აი თამუნასთან მაგას გაპატიებ. თავხედო, აღარ დამენახო საერთოდ. შენ არაკაცო ბიჭო შენ მე გაპატიებ რომ აი ამორთან მიღალატე არასოდეს არ გიღალატებ შენ ნაგავ გიღალატებ კი არა გაპატიებ თუ შენ კაცობას ესე იგი ელექტრიკი ნუ გზარა გაგვემაზა და ხადავში კი გაგვემაზა ვინ დაგჩაბა სათადარიგო აგერ რაზვალი მამუკა რაზვალი მამუკა როგორ ახარ მომისმენე ხა შენ გადაივლე მე რომ მიყვარს ეს სპერანგი ჩაიცვი და საღამოს გნახავ ოკეი მამუკა მართლა შენ ახარ ის ხო არა მამუკა არა მანქანაზე საღამოს თქო მოვიყვანთ ხო რა ხო არა გადავლება არ გინდა კაცო ხო კაი ძმაო კაი მოდი აბა შეიძლება ბატონო მერო? ო ალიკა მოდი ხო რა ხდება ხომ მშვიდობაა ბატონო მერო რაღაცა ძალიან გაკვირვებული სახე გაქვთ ალიკა შენ აიცოდი რომ სახელის დარქმევა შეგიძლია Word-ის ფაილზე კი ვიცოდი ბატონო მერო ვიცოდი ძაღლიშვილი ვიყო წეხან დავაწექი ერთხელა და ამომიგდო ბიჭო რაღაცა თურმე სახელი შეგიძლია რომ დაარქვა ხო მე გასწავლეთ საწავი და ხედავ ხნიკა ალიკა ხო კი ბატონო ვა ხო კი ბატონო მოკლედ ჩვენ არ დაგვაუწყდეს დღეს რაღაცები გვაქვს გაწერილი ბატონო მე ხო მართლა დღეს საღამოს მიპატიჟებული ხართ ევროინტეგრაციის ფარგლებში ორ მხარეს შორის შესაძლო კონსენსუსის დადგომის შესახებ გათვალისწინებულ ღონისძიებაზე სადაც ასევე განხილული იქნება დემილიტარიზაციის პროცესი ხაზი გაესწრება ჩვენს ქვეყნის ლეგიტიმურ უფლებას ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე აისა კაი ანდა თქვენ პირდაპირ სუფრაზე მოდით არა ხო ალიკა ეგ სახელი Excel-ზე და ჩაოლებრივად კი ერთი დაწყაპებით ნახეთ იგივეა ნახეთ აი და რასაც გინდათ იმას ჩაწერთ ხო რა შეეხება კიდევ ბატონო მერო დღეს მოსახლეობასთან გაქვთ შეხვედრა მოსულები არიან და აუცილებლად უნდა შემოვიყვანოთ ძაღლიშვილი ვიყო არ შეგარგებენ იმენა რა მერობასა კაროჩი რა უნდა რაღაცა პრობლემები ესე გვაქვს ხოლმე ჩვენ კვირაში ერთხელ ხო გვაქვს ეს მოსახლეობას შეკრების შეხვედრა აი მაიტა ჰა მოვიდნენ რა ვიცი კარგით ეხლავე იმენა არ მობრძანდით რა მობრძანდით გამარჯობა ბატონო გამარჯობა მოგესალმებით გამარჯობა დავბრძანდი გამარჯობა აკეთ მადლობა შეულებრივად აკეთ ხო ხო აბა გისმენთ აბა რა არის ეხლა რო დიახ ალიკა შენ ხო აქ იქნები ხო ეხა ბატონო მერო ნუ ჩვენ სოფელში პრობლემა ბევრია მაგრამ პირველ რიგში რაც გვაინტერესებს წყლის პრობლემა როდის მოგვარდება ჩვენ სოფელში და ყველას არც წყავი არხევი არც სასმელი წყალი ან წყლის პრობლემა როდის მოგვარდება ეს რო გითხრათ
წყალი ხო? ხო, ეხლა როგორ არის ეხლა იცი ეგა არო? მაგალითად წყალი ეხლა უყურე როგორ არის ზოგ ქვეყანასა აქვს რა, წყალი და ზოგსა არა. მაგალითად ეხლა ვენეციასა ბლომად აქვს წყალი. ესპანეთსა ნაკლებათა და ჩვენ საერთოდ არა გვაქვს. ალიკა კი ბატონო, მერე ხო, რა მერე ბიჭო, უყურე ეხლა ნახე მაგალითად ვენეციასა ხო აქვს ისა ხმელეთის პრობლემაა და ჩვენაც წყლისა. გრია რა. აბა მაგ კუთხით რომ შეხედო რა. ალიკა. კი ბატონო. ხო. ხმელეთის პრობლემა. ანდა კითხეთ ჩარჯიბიცა და რავი დაგიწეთ ეხლა 1.64 პრობლემასა როგორ უნდა მოვაგვაროთ თუ სამგზასა ხო ალიკა ეგრე ხო არის რომ ჩაჭიბიტმა ხო იცის ეგა. იცის. ბატონო მერო მეც მაქვს შეკითხვა თქვენთან. ნუ აი სოფელში ახალგაზრდების ძირითადი უმეტესობა არის უმუშევარი და აი ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? აი როგორ შეიძლება რომ ამ პრობლემას მივხედოთ? არავინ არ მუშაობს სოფელში. ეგა ხო? ხო, მაგ საკითხზე ეხლა ჩვენა ნახეთ რა ვქენით ქალბატონო რომ ალიკა ხო? ნახეთ ეხლა ჩვენა კასპის მუნიციპალიტეტთანა ხო, ჩვენმა მუნიციპალიტეტმა დადო ისა ალიკა ხო, ხელშეკრულება დავდეთ რომ ვაკეთებთ როგორ რაღაცასა, იცი რომ ჩვენთანაც როგორც კასპში ეხლა ჩვენთანაც აიკრძალოს გეი ქორწინება, სხვათა შორისა ჩვენა ვატარებთ იმასა. გამოიწი ალიკა. მონიტორინგსა დაფარზედაც წერია და ხო, იმიტომ რომ აღმოჩენილია გეიკერა რა. რამოდენიმე 1-6 ჯერ მაინცა რა. ხო, ალიკა. არა, სხვა ხო და რო აღარ იყოს, იმიტომ ეს ამდენი ახალგაზრდა რო დარჩა ახლა ესე არა რომ ხელი რო არ წაუწდეთ რა იმისკენა რა, გარყვნილებისკენ. არა, ხო, ეს გასაგებია, მაგრამ ეხლა ჩვენ სხვა რაღაცაზე ვსაუბრობთ, ბატონო მერო, ანუ ეგ არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ ძალიან ჩამკვდარია ხო ხვდებით სოფელი და აი რამე სიახლე თუ იქნება, რამე თუ იგეგმება, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდობა ფაქტიურად დაცარიელდა. კი, გარბის უყურე მიდის აქედან. ემიგრაციაში და რას გვთავაზობთ, რა გეგმებია სამომავლოდ? აგერ მიწერია ქალბატონო, გაწერილი მაქვს ყველაფერი, მოკლედ ალიკა ხო მიწერია. ყველაფერი მაქვს ესე გაკეთებული. ბავშვებისთვისა მაქვს ძალიან მაგარი რაღაცა რა. რა ქვია მაგას? აქტივობაი, ხო. მოკლედ ციცოს მაღაზია რო არის ღელისთავზე. ციცოს მაღაზიის გვერდზე გაკეთდება დისნეილენდი. დისნეილენდი რანაირად? მართ დისნეილენდს აპირებთ? აი ესა. ხო, მაგრამ როგორ? მანდ ეხა დისნეილენდს რანაირად გავაკეთე. რაცადეთ. რანაირად ეხლა ცენტრი მადარი და გავაკეთო და არ იმუშაოს ალიკა რა თქმინდა ეგეთი ხო? ყავას დალელი. ყავას? რავი. კი. დავით. ლალი მაიტა აბასავი ყავა შემოიტანე. ხო. ეხლა კი ბატონო. ასევე ვაპირებთ მაგალითად იმასა ის სიტყვას ალიკა ინოვაციასა ვაპირებთ რომ გადაღმა სასაფლაოების გვერდზე რომ დიდი ადგილი არის, მაგრამ უნდა გავაკეთოთ აუცილებლად გოლფის მოედანი. მოიცა კაც სასაფლაოების იქ დიდი რა გოლფის მოედანი ეხო ჩემი მიწარი. ღობეც აქვს ყველაფერი ჩემი მიწარი, წინაპრები რავი ჩემი მამაპირსეულის არის, მანდ ადგილი რას ქვია რა გოლფის მოედანი უნდა გავაკეთოთ. მალა. ალიკა, რო ვაპირებდი ამ ინოვაციასა, ვერ გადახედე საკადასტრო კოცა. მაგალითად ეს ჩემი პრობლემა არის გამოვასწორეთ. ხო, ეგ არა, ჩემი არ ადგილი. ვიცოდი ეხლა გამიგე თორე მე ახლა. კიდე კაი რომ გაარკვიეთ ახლა. ხო, არა, ეგ ჩემი ადგილია და რავი შეამოწმეთ ხოლმე რამე სიმას გადაწყვეტ. აგე მოვიდა ლალი და. მადლობა ლალი ჭირიმე. ისა ბოდიში ლალი. ამას ჭიქებიც უნდა და წყალიც. მალა. უნდა კი და მოკლედ ახალ ხო ჩვენი სოფლისთვისა ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეხლა ხო? ოკამის შემოსასვლელში უნდა დავდგათ ძეგლი. რა ძეგლი უნდა დადგათ? ის ძეგლს თქვა. რა ძეგლი უნდა დადგათ? ბიჭო, ნებისმიერ რამისა მთავარია რომ ჩვენმა ეხლა ხო ოკამმა ხო ძეგლების რაოდენობითა გადაასწროს ისეთ ქალაქებსა, მაგალითად როგორებიცა იტალიასა, ესპანეთსა და აშუშუსა. მაგალითად ზემოუბანში უნდა გავაკეთოთ იუსტიციის სახლი, იუსტიციის სახსა ვაპირებთ. ასევე უნდა გავაკეთოთ ისა იმას რო არის რა ქვია? სამედიცინო პუნქტი. ხო, სამედიცინო პუნქტი უნდა გავაკეთოთ და ეგეთ რაღაცეებსა ვაპირებთ ზემოუბანში. ზემოუბანში? ბოდიში ერთი ზოგი. ზემოუბანი სოფელში არა გვაქვს. საერთოდ. მალა.
ხედავ, სამი პრობლემა ეგრევე მოგვარდა ალიკა. ჩააწყაპე მადა ისა ჩაწერეში რომ მასე მარტივათა ვაგვარებ მე. მაგას თავი დავანებოთ ეხლა. მე კიდე ვაპირებ რომ ახალ ესა გვინდა ახალგაზრდებს მოუწოდოთ რეკრეაციო. რეკრეაციული სივრცე. ახალგაზრდა ბოდიში რა ერთი წამითა კაცო. თავიდან რო გითხრათ. ახალგაზრდებს რომ გვინდა რომ ესა მოუწყოთ რეკრეაციული ზონა უნდა გავაკეთოთ. ასევე აგერ მიწერია თანამედროვე ალიკა რა ქალაქის იერსახე უნდა იყოს აუცილებლად ახალგაზრდებმა რო იარონ და თანამედროვე მოკლედ ყველაფერი იქნება კაათა. ხო, ძალიან კარგი. ხა თუ არ გაინტერესებთ მაგრამ ხო, გასაგებია. ასევე დაიმახსოვრეთ ხალხო, ჩვენა განვითარებითა და აგერ მიწერია მეორე სიტყვა ცხოვრების რიტმითა უნდა გადავასწოთ ისეთ ქვეყნებსა როგორებიცაა ტოკიოსა და პეკინსა. ბოდიში. ეგ შეუძლებელია ბატონო მე რომ ტოკიოს და პეკინს ვერ ბიჭო, ალიკა ჩვენავ ცადოთ ეხლა მას ეძახდა ნოდარაცა იმ ღამესა რომ ამჯერქსა ვერ დაჩეხავ, მაგრამ ხო დავაპე. ხო და ცადო. ბატონო მე რომ იცით რა არის აი სოფელი არის დაცარიელებული ახლა რასაც უყურებთ. მთელი ახალგაზრდობა წავიდა ემიგრაციაში. ფაქტობრივად აღარავინ აღარ არის ახალგაზრდა. ხო და ეს მე მგონი ძალიან ცუდია და აი ამასთან დაკავშირებით რა გეგმები გვაქვს? როგორ შეიძლება რომ ეს ადამიანები ისე დაბრუნდნენ? რითი შეიძლება რომ დასაქმდნენ? აი ამაზე თუ გაქვთ პასუხი? ხო, რა შეეხება ეხლა ინფრასტრუქტურასა რა? ეხლა ჩვენა გავაკეთოთ ესეთი რაღაცა რომ 15 წუთში თუ ჩამოდიოდნენ თავპირისპირევითა, ხო? ეხლა ოკამში ჩაულებრად 5 წუთში ჩამოხვალ რა. ესა გამოიწვევს ხალხის დაბრუნებას და ოკამში. გამიგე? ხო. მასტრაფაჭა ხო მაგისტრალი. კი. რავი, მაგისტრალი ხო, მაგრამ წყალი მაინც არა გვაქვს სოფელში რა. რა ხო, ვიცი. ძირთადი პრობლემა ეგ არის და. წყალი ხო? ვა. იცი რა არის? ეს ყველაფერი ეხლა უყურე რაც ჩამოთვალეთ ეს პრობლემები ხო? ერთი თუ არ აღმოფხერით ხო? ეგ ყველაფერი ერთმანეთსია მიმბული, გაიგე? აჰა. ალიკა ეგ ახლა არის სხვა ქვეყნებში მიმბული თორე ჩვენთან მიმბული, გაიგე? მაგით განსხვავდებით ახლა ჩვენა ოკმელები, გამიგე? ბატონო მერო. დიახ. უთქვენოთ ვერ იწყებენ, გელოდებიან და წამოდით დაგაგვიანდა. რას ამბობ? ძაღლიშვილი ნახევარ ფინალი არის დღეს აჭიდაობისა. ხალხს ზრუნვა ეგ არის ალიკა რა, ხალხს. მოიც შეხედრა. დროზე. გელოდებიან. არა, ჩვენ ბატონო რას ამბობ? ოქრო უნდა მოვიგო, ბიჭო, ოკმელებისთვისა. ხო არ გადავ. ბატონო მე რომ კითხვები გვაქვს ჩვენ რა დროს ჭიდაობა დასრულდა? ბოდიში რა. რაღაცა პასუხი. ანუ ეს იყო შეხვედრა თუ რა არის? შეხვედრას განვაგრძოთ აუცილებლად. ეხა უგულშემატკივროთ ჩვენი ქალაქის მე. მაგრამ რაღაცა კითხვები გაქვს. მე ჩამოვწეროთ აუცილებლად და ყველაფერს გაეცემა პასუხი. პრობლემები არის სოფელში. პასუხი წინააღმდეგ მეტრს ავიდე, გამოჩინო. მე იქა ისე ხო არ გამოვალ უმედროდ. მოვდივართ, ბატონო მერო. ამასა მონიტორინგს მიმიქცე ყურადღება. ბატონო მე რომ თუ შეიძლება წამობრძანდით, ეხა უგულშემატკივროთ ჩვენს მერს და აუცილებლად დაუბრუნდებით. შევატკივროთ, კი ბატონო. მშვიდობისა საქართველო. ეს არის დილის გადაცემა მოწმენდილი ცა ლიკუნა ბირთველიშვილთან ერთად და მე მისი წამყვანი ციაკო ფიფია გახლავართ. დღეს ძალიან საინტერესო გადაცემა გვექნება, რადგან ჩვენი დილის სტუმარია ინდური სტრიტ ფუდის მზარეული რაჰულ ჩოპრა და მისი დამხმარე რათხუ ჩაკმაბორტი. გამარჯობა ჩემო ძვირფასებო, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ გადაცემაში სტუმრად გვეწვიეთ. თქვენ უნდა მოგვიმზადოთ ინდური გემრიელობები. გამარჯობა მოგესალმებით ყველას, დიდი მადლობა რომ მომიწვეთ სტუდიაში, დიდი მადლობა. მადლობა ყველას, დიდი მადლობა. მე გაგიგეთ უძლიერესი ტორტი ავენიუზე ვაკეთებდი ამას, ემოს ავენიუ 33. ამას ვაკეთებდი, შეიძლება რომ გავაკეთო უკვე გადავიწყო უკვე
ძალიან დიდი ბოდიში, აი მაყურებელს ძალიან აინტერესებს. მანამ სანამ გადავალთ უშუალოდ კულინარიაზე, მაინტერესებს საიდან და როგორ წარმოიშვა იდეა ინდური სტრიტ ფუდის. ეხლა ინდური სტრიტ ფუდი არის ფაქტობრივად ჩემი დაასწრებულია, იმიტომ რომ მოვდი მე ეზოში თამაშობდი ბავშვობაში, ეზოში თამაშობდი ხოლმე, მე ჩემი თანამედროვეებთან ვერთობოდი, ტალახში თამაშობდი, ფეხშიშველი, როგორც ყველა ინდოელი ბავშვი და ჩემ დამითხა რომ ამოდი ჭაგნაბურთ, ამოდი სახლშიო. სახლში გავარბოდი და ჩემი ამ დროს ესე იგი ქვაბით აკეთებდა საჭმელს, ეს ტალახიანი ფეხი შემთხვევით ჩავდგი შიგნით. და არაჩვეულებრივი გემოები მივიღეთ. გემოების თამაში აი აქედან დაიწყო და აი ესე დაარსდა India Street Food Emos Avenue 33. როგორც ხედავთ, ასეთი გემრიელი ისტორიით დავიწყეთ დღევანდელი დილა, მეგობრებო. ბატონო ჩოპრა, თუ საიდუმლო არ არის, რატომ წამოხვედით ინდოეთიდან? მე მინდა გითხრათ რომ საიდუმლო გაგიფრთხილოთ რომ მე ინდოეთიდან არ წამოსვლან მე გამოვიქეცი ინდოეთიდან იმიტომ რომ ჩემი გაკეთებული საჭმელი ჭამა რა თხუმ და სამწუხაროდ გარდაიცვალა იძულებული გავხდი რომ დამეტოვებია ინდოეთი და ჩამოვედი აქ და ამჯერად უკვე შერაზადიშვილი ვარ მოდით ვირფაშა მაყურებლებო სასწრაფოდ გადავიდეთ უშუალოდ დილის კერძზე სტოპ ერთი წუთით რა რაზე გადავიდეთ ერთი წუთით რას მიკეთებ გამოკითხე რა უფრო მეტი კითხვა დაუსვი რეიტინგი გვიდა ვაიმე მე გავაგზელოთ სასწაულად გძნობ თავს იმიტომ რომ ძალიან საშინელი სურნელი ტრიალებს ხმა დროზე გაგძელდა მიდი უფრო მეტი კითხვა რეიტინგი ზედმეტი ენა აი ამ საოცარი სურნელის ფონზე. არაჩვეულებრივია, შეხედეთ, ნამდვილი ინდური, აი ნახეთ, სუფთა ნაღდი შეხედეთ, აი ნაღდი. ნაღდი ინდური, საოცრება ხდება. ნაღდი ინდურებია, ნაღდი, დიახ. პირდაპირ ეთერში მე ძალიან მოხარული ვარ, რომ თქვენ ჩვენი სტუმრები ბრძანდებით. დიახ. თქვენ დიდი ხანია ბატონი ჩოპრას დამხმარე ხართ, ხომ ასეა? დიახ. დიახ, თუ საიდუმლო არ არის, ყველაზე ხშირად რითი ხართ დაკავებული სამზარეულოში? ყველაზე ხშირად კუჭის ამორეცხვით ვარ დაკავებული და კარტოფილის ჩაჭრით. ჩაჭრით თუ გაჭრით? არა, ჩაჭრით. ანუ გათლა. არა, გათლით ჩვენ არ ვთვლით კარტოფილს. პირდაპირ ბატონი ჩოპრა ამბობს, რომ მიწიდან რაც უფრო ახალი ამოღებული და ტალახიანია, უფრო დიდი არომატი აქვს და უფრო გემრიელია და მე რა თქმა უნდა. 100%-იანი, სწორად გეუბნება 100%. ვაიმე, გოგო, გადადი უშუალოდ კერძზე რა გეხვეწები, კაცო. დილის საუზმე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანისთვის, რა თქმა უნდა ჩვენთვისაც. ჩვენთვის მაგალითად დილის საუზმის განუყოფელი კომპონენტია კვერცხი. ან შემწვარი კვერცხი, ან მოხარშული კვერცხი. ანუ თქვენთან როგორ ხდება? აი მე აი სურნელი არის დამათრობელი, აი უნიკალური სურნელი დგას ახლა სტუდიაში. დიდი მადლობა რომ მომიწვევთ სტუდიაში და მე ძირითადად ტელემაყურებლებმა მე წარმოგიდგენთ ახლა ანუ ჩვენი ცოცხალი ანუ კვერცხი არის ჩვენთვის ყოველთვის. დილით კვერცხი, შუადღის კვერცხი, საღამოს კვერცხი და ღამის კვერცხი. ანუ კვერცხით იწყება ყველაფერი და მე მინდა ახლა რა თქვენ მოგიმზადოთ უგემრიელესი კვერცხის ბურგერ ომლეტი. კვერცხის ბურგერ ომლეტი ეს ისა ძალიან დიდი ბოდიში ანუ შეიძლება რომ სხვა კერძი მოგვიმზადოთ იმიტომ რომ გაზი არ გვაქვს სტუდიაში. არა გაზი არ არის საჭირო ჩვენ გაზს საერთოდ არ ვიყენებთ. აი უმი ყველაფერი უმი ყველაფერი უმი და ყველაფერი ცოცხალი. ინდური მაგიტოა ომლეტი ანუ ბურგერი ომლეტით ხო ახსენეთ ასე. ოღონდ ცოცხალი ბურგერი. ანუ არ იწובה ჩვენ. აი ვიღებთ ეხლა ვიაგიხსნით აი ვიღებთ ახალი საბუდარიდან გამოვიღეთ კვერცხები გამოვიღეთ. აი ვიღებთ ერთ კვერცხს აი ერთ კვერცხს ვიღებთ. ჩავაგდეთ ხო ერთი კვერცხი. აი მოიცა ჭუჭყიანი აი ტაფად. არა ჭუჭყიანი ეს თვითონ ეს აუცილებელი ძვირფასი მეგობრებო რომ ტაფა არ უნდა გარეცხოთ იმიტომ რომ წინა დღეებში და თვეებში მომზადებული ესე იგი საჭმლის თვითონ სურნელი რჩება თვითონ რჩება და სულ სხვა გემოაქვს სხვა გემო. საოცრება. ვიღებთ მეორე კვერცხს ვიღებთ ამასაც ვტეხავთ. მესამე კვერცხს ვიღებთ ქალბატონო უყურე ოპ. ხატყი და ოპ მესამე ჩავა და უყურეთ და მეოთხე კვერცხს ვიღებთ და ამით უკვე ურევთ. ურევთ, დიახ, რა თქმა უნდა. აი, საოცრება. და ბოლოს ამ მეოთხე კვერცხს ვიღებთ, ამასაც ვტეხავთ. რა თქმა უნდა. აი, ნამდვილი ინდური გემრიელობა, მეგობრებო. ნუ აი, სასწაულია და აწყობით მიავაწყობ, ბატონო რა. კი ბატონო, ააწყვეთ. ნახეთ როგორ ხდება ბურგერის აწყობა. დიახ, მოვიდეთ. სუნელები კარგით გეყოფათ? გეყოფათ. დიახ.
შემდეგ ამ კვერცხს ვათავსებთ თვითონ ბურგერში. Stop, ეგრე არის. ეს ცხონებული ბაბუა ჩემი სურნელი აუცილებელია. ფერფლი, ბაბუის ფერფლი. აუცილებელია. ბაბუის ფერფლი. ბ აწერია ბაბუა, აქეთ ბაბუა. და თუ გინდათ რომ ბებია. თუ გინდათ რომ ბურგერიდან ეს გადმოდიოდეს ყველაფერი, აი ეს ზედმეტად უკვე აი ესეთ დაასხა. დიახ. აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის აუცილებელია ბალახეული, გახსენი ბალახები ჩავამატოთ. მიერთვით მე უნდა მივირთვა. ძალიან უარს ნუმეტყვი, ძალიან უბრალოდ გასინჯეთ, ერთი მოკმიჩით და გემრიელესია. ყველაფერი გაგივლით. ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, სურნელიც ისეთი სასიამოვნო აქვს ახლა. არა მე ფიზიკურად, აი ამ წამს ვერ გავცოტა მე მოგვიანებით. Stop, ერთი წუთით რა შვები, რას ქვია? თქვენ გასინჯეთ, კაპიტონ არა, გასინჯეთ. ერთი წუთით რა საკეთებ, რას ქვია ვერ მე გასინჯა? გავიქცევი აქედან უბრალოდ. ერთი წუთით მომისმინე, ახლა რეიტინგი დავარდება და უნდა გასინჯო აუცილებლად. მე უნდა გავსინჯო? ხო, გასინჯე ახლა. გოგო, მიდი გასინჯე. სიკვდილი მირჩევნია, ოღონდ მართლა. მომისმინე ერთ წამს სიკვდილი კი სპონსორი გავა და მე დარჩები მშიერი. დროზე გასინჯე. მე მოვკვდები. მოიტანეთ რა გასინჯავს რა. მე გეუბნები რომ მოვკვდები ფიზიკურად ვერ შევჭამი. გასინჯე, მიდი რა. ვაიმე, არ შემიძლია. ახლა მიდი რეიტინგზე. ხალხი არ ხართ, გთხოვ. ეხლა კულმინაცია ძირფასო მეგობრებო, არა ჩვეულებრივი ინდური ტიპი გასინჯეთ ჩვენმე წამყვანა, აი უკმიჩეთ. დაგიბრუნდით საოცარი ინდური გემრიელობებით. ახლა მე ამას გავსინჯავ. არა ჩვეულებრივი, უკმიჩეთ, ჩაკმიჩეთ, დაგეჭეთ. რა ხდება? გოგო, რა ხდება? არა, ერთ წელიწადში ჩვეულებრივად გაივლის, არაფერი არ არის. ერთ წელიწადში გაივლის ჩვეულებრივად. აი, ქალბატონო, ეს არის მოსასულიერებელი. ყურეთ? მოსულიერეთ რა. საკმარისია, всё, საკმარისია. როგორ ხარ? ადექი, გოგო, ადექი, რას მიკეთებ? იმუშავე რეიტინგზე. всё, კარგად ხარ? დიახ. всё, ვაგრძელებთ რა, ისევ გავაგრძელებთ. აქეთ ვიყუროთ, ხო? კი, აქეთ, კამერებში იმუშავეთ რა. ქალბატონო, მეგობრებო, ეხეთ ხომ კარგად ხართ? გავაგრძელოთ ჩვენი საოცარი გადაცემა. ამ არაჩვეულებრივი სურნელის ფონზე მინდა რომ ჩვენს უკარგეს სტუმრებს შემდეგი შეკითხვა დავუსვა. გითხარით, რა არის თქვენი საიდუმლო? რატომ არის თქვენი კერძები სხვებისგან განსხვავებული? მოდით ახლა გაგიგეთ ჩემი ესე იგი კერძები არის ყველასგან განსხვავებული. მგრძნობიარე, მიხდებით რატომაც არის ეს ასე ვთქვათ კერძები მგრძნობიარე. ქვაბი მომაწოდეთ თუ შეიძლება ქვაბი მომაწოდეთ. დიახ, ქვაბი მომაწოდეთ. ერთი სიამოვნება ამ არაჩვეულებრივი სამზადისის ყურება. ვიღებ ზეთს. დიახ, ზეთი რა თქმა უნდა. 5.40-ზე უნდა იყოს სინთეტიკა. ვაიმე, რას ამბობთ? ეს მანქანის ზეთია. 5 კვერცხი უნდა მოვხარშოთ 40. 40 ჯერ, ჩვეულებრივად იხარშება. ხსნით. ხო, მაგრამ ეს ხო არ არის მზესუმზირის ზეთი ან ნუ ზეთია, ეგ პრობლემა არ არის. ბოლომდე ჩაასხეთ. ვაიმე, რა ფერია ზეთი უკაცრავად? წვანილი აუცილებლად. კვერცხი. აუცილებელია რომ იყოს გაწურული. ამისთვის ჩვენ მიყოლებთ საწურს. ვაიმე. და სალათის ფულსელიც რო გავაშოთ ბარემ. არა. დიახ. ღმერთო, საოცრებაა ხალხო, საოცრება. საოცრება, აი მეგობრებო, ინდური გემრიელობა პირდაპირ ეთერში. უბრალოდ მინდა რომ ნახოთ. საოცრება. თვითონ კონსტიტუცია ნახეთ, თვითონ გემოებს. ძალიან გთხოვთ რა. გავაგრძელოთ. ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. მე ახლა მინდა გთხოვოთ უშუალოდ თქვენ, პირდაპირ თქვენ. ძალიან გთხოვთ, რასაც თქვენ ახლა პირდაპირ ეთერში უყურებთ. სახლში არასდროს გაიმეოროთ. აქ თავარია ამორევა. ნახეთ, ამორევას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და რასაც ახლა ბატონი ჩოპრა გააკეთებს. კვერცხი დაამატეთ, იქიდან კვერცხი დაამატეთ. განაგძე. აი, ეს არის მგრძნობიარე, რა ვთქვი, ჩვენი კერძები არის მგრძნობიარე. ყველაფერს ერთი წუთი გამაგრეთ ერთი წუთი. ძალიან გქონდ უარს ნუ მეტყვით. გქონდ გასინჯეთ. ძალიან გქონდ რა.
ერთი ცალი აიღეთ. ერთი ცალი აიღეთ, გთხოვთ რა. გასინჯე. აი, არ ვიცი. იგძენით ხო Indian street food-ის თელი თავის სიამოვნე, თელი სურნელები ესეთი ყველაფერი იგძენით ხო? საოცრება. ემოს ავენიუ ტორტი 3 გამომიარეთ იქაბარი. აუცილებლად. თქვენ პროდიუსერს ამბობუშვებ თქვენ თავიდან. თქვენ ერთი ინდური მაგია მინდა რომ გაჩვენოთ. შეიძლება? რა თქმა უნდა. შეგიძლიათ აი ამას რო შეეხოთ? უბრალოდ. უბრალოდ შეეხეთ. მადლობა. მადლობის ნიშანია ეს საოცარი კერძი. არა, რა ამბობთ, პირიქით თქვენ ძალიან დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი გადაცემისთვის. და მე მინდა წარმოგიდგინოთ ყველაზე ისეთი კულმინაცია ძირფასო მეგობრებო, მე მინდა გავაკეთო ახლა ვიღებ ტარხუნას. საფირმო კერძი ტარხუნა ვიღოთ. ავიღოთ ბლომა ტარხუნა. ბლომა ტარხუნა, კი ბატონო. ხორცი შიგნით ცხრის, უკეთესად ცხრის ხორცი თუ იქნება. ტყემალი აუცილებლად მგვალი ტყემალი დავუმატო და ერთი ჭიქა ღვინო. და მწვანილები რა თქმა უნდა. დიახ. ბევრი მწვანილი, ბევრი ტარხუნა. დიახ. ხო, ნუ როგორც და ერთი ჭიქა პატარა ღვინო, თეთრი ღვინო, პატარა ჭიქა ღვინო. ეს მწვანილი, ანუ მწვანილი. დიახ. ანუ თქვენი საფირმო კერძი არის უბრალოდ მწვანილი, ხო აზეა. ესაც რომ იმიტომ ქართველებს სუმწვანილი ყველაფერი მწვანილი გიყვარდა ჩვენგან რა არის გასაკვირია აუხსენი რომ ჩვენგან უხდება მწვანილი უხდება კი ყველა. როგორც ხედავთ ძვირფასო მაყურებლებო, ინდური გემრიელობა ყოფილა მხოლოდ მწვანილები. როგორ ეგრევე მაშინ თქვენი ჩაკაპული არაფერი არის. თქვენი ჩაკაპული მაშინ არაფერი არის. მაშინ ნოლია რა. ნოლია თქვენი ჩაკაპული. იმიტომ რომ თქვენ სუმწვანილებს ხმარობთ და იმას. ნოლი, თქვენი ჩაკაპული არის ნოლი. ის ბესტო ერთი წუთი რა, ერთი წუთი რა, რას ის? თქვენ ახლა ხალხი ჩაკაპულია. ჩაკაპულზე კი? ეს ჩაკაპულია, ეს ჩაკაპულია, შენ ის ჩაკაპული ჩვენ. არ დამოკრაკა. ვიზე იძახე, ვიზე იძახე, ჩაკაპული ერთელი და მეორე მეორე თეგარ გამიგო ერთი წუთი გადი შენ სიკიტკე კაცო. როგორც ხედავთ, ჩემი პროდიუსერი არის პირდაპირ კახეთიდან და ვერა იტანა უბრალოდ ჩაკაპულის შეურაცხყოფა. მაყურებელს მინდა დავემშვიდობო და გელოდებით. ხვალ ზუსტად 10 საათზე დილის გადაცემა მოწმენდილიცა ლიკუნა ბირთველიშვილთან ერთად. მე კი მისი წამყვანი ციაკო ფიფია გახლავთ. ნახვამდის. თედო მეთქი ბიჭო. თედო, ჩაძინები ამ პატრონოს. თედო, წამოხდი მეხზე. გადიგო რა გინდა? ვახ, ჩემი თედო, კიდე ეს პიჯაკი გაჩვენა იშარვალი? რა გინდა, გოგო, რა გინდა? თედო, ჩემო სიყვარულო. ცოტა ხან ხოვერთა მიწინია რა, ცოტა ხან ხოვერთ ჩავთვლი მე. თედო, ჩემო საყვარელო, ერთი თვეა, რაც ზუსტად ეგ პიჯაკი, ეგ შარვალი და ეგ პერანგი გაცვია. თედო, მაგით ჭამ, მაგით ბანაობ, მაგით დადიხარ, დაგილპება კანი, თედო. ამილპეს, მირჩევნია რომ კანი დამილპეს და გეყვეწები და საყვარელოს და ეგრე მოფიქრებით სახელებს ნუ დამიძახებს. საერთოდ არ გიცნობ, დამანები თავი რა. როგორ არ მიცნობ, თედო, ერთი თვეა რაც ცოლქმარი ვართ მე და შენ. გოგო, რა ვერ გაიგე, მე და შენ ცოლქმარი არა ვართ, ცოლად მოიყვანე შენი და რომელიც მე შემიცვალეთ, რატო შემიცვალეთ? საერთოდ არ ვიცი. გამომკედეთ ამ ოთახში და რა გინდა? ცოტა ხანი ძილის საშუალება მაინც მომეცი. თედო, გაიძე ტანზე ყველაფერი და მოდი. გადი. მოდი თედო. გადი, არსა და არა. მოდი თედო. და დამანე მე. მოდი თედო, შემოხტ თედო. შემომიხტი თედო. გამოდი, გოგო, ვაკეთ, გამოდი. მოდი თედო. გადი, არსა და არ მოვალ, დამანebe თავი. თედო, მოდი შემოწექი. გადი, გოგო, არსა და არ შემოუწვევი, გეხვეწები, გაიცი. თედო, გადიკლიკანდი. დისტანცია დაიჭირე, გეხვეწები რა. დედი! არაწובה, დედი, არაო! არ რა გინდა? ბიჭო შენ რა დამიტანჯე, გოგო, რატო არაწვევი ჩემ გოგოსთან გამაგებინე? რატო დატანჯე ჩემი შვილი გამაგებინე? დაგინდა ხალხო, რა გინდა? თქვენ რატო დამტანჯეთ? რას მერჩით? საერთოდ რა გინდა? დაწეხი. დაწეხი, ვიძი. პურს აღთხოვს, ყარს აღთხოვს. რა გინდა ვე? რა გინდა? რა ერთი წუთი შენ რა გინდა? ეს წუთი და ჩაერევა, სიდიდრე ჩაერევა თუ შეიძლება. რა ხდება შვილო რა? რა ვარიანტია რა მდგომარეობა, რატო არაწובה? არაწובה, დედი, ყველა ვარიანტი ცადე. რა ვარიანტები შეთავაზე? დავდგეთ სკო არაო. დავჯდეთ სკო არაო. დავწვეთ სკო არაო. ჩასუსკული. ჩასუსკულები არაო. გვერდული. არანაირადო, დედი. არც ერთ ვარიანტი. დედი, მოდი აქა შემომიხტუნეთ რა. ვაიმე, ეკიტამი ხალხო, ვერ გაიგეთ ხა. არ მინდა ამ ქალთან ნაწულა და ძალა. ვიძი,
30 წელია ნებით არ წვება და ძალა ვიცი აბა რა არის უნდა ბოშდა რაქნას მინდა ბიძი მინდა უნდა ჩემ გოგოს უნდაერიდება რომ გითხათ მაგრამ ხალხო კიდევ ერთხელ გიმეორებ სად არის ის გოგო ცოლად რომ მოვიყვანე არ მე რა უნდა გადამიხადო საერთოდ რომ ამასთან დავწვე ხო აბა რა უნდა გადაგიხადოთ ხო მეც მაგას ვამბობ რა უნდა გადამიხადოთ რომ ანუ არ არსებობს ხო და რამდენი აბა თქვი რა გინდა ბიჭო სიტყვის მასალათო უბრალოდ რა უნდა გადამიხადოთ კაცო შესაძლოა მოგცემ ჩაგიკუჭავ ჯიბეში და დაწეკ ჩემ გოგოს მოდი გახადე დედი გახადე და მოდი თავისით გაიხდი შუა დაცადე ერთი წუთი თქვენი სახელი შემოსიძე დამავიწყდა თედო გენაცვალე სასიამოვნოა და მავიწყდა ცოტა მეხსი არ გინდა ბავშვი ბავშვი რა ვიცი მეშინია მესმი შვილო მოდი თედო აქა ეწუს მესმი შენი ეხლა მანდა რა ვარიანტია გეწო შვილო ეხლა ახალგაზრდა ხარ ჯერაც სიჩხილ ცავსე ხარი მესმის ბავშვი გეშენია და ხე აქ ვართ ერთი ოჯახი აქ ვართ ფეხზე ვდგავართ არ არის პრობლემა ეს კაცი დაიტოვებს ერთი კვირას დაიტოვებს ერთი კვირას დაიტოვებს ერთი კვირა მე დამიტოვებ რაღაცა იქნება გაგიჩი დაგეშველებით მოგეშველები ბავშვი ძია რამის მეშინია ვისი აი ამის სად არის რატო შეაშინე ჩემი ცოლი სად მე არ შემიშინებია დედი ხელი თხოვი ცოლად ვიც მოვიყვანე სად არის ის მოდი არსად არ მოვალ გოგო დამანებიც ისა ზუსტად ვიცი მამი სახელები მოფიქრებული მაქვს დედი სახელები გოგოს სახელი მოვიფიქრე ბიჭის სახელი მოვიფიქრე ტყუპების სახელი მოვიფიქრე გოგო და ბიჭის ტყუპის სახელი მოვიფიქრე ბიჭი და გოგოს ტყუპის სახელები მოვიფიქრე ორი ბიჭი სამი გოგოც მოვიფიქრე ხუთი გოგო ორი ბიჭი 7-7 9 3 26 ყველაფერი მოფიქრებული მაქვს ყველაფერი მინდა მამი იქნება მოდი შინაჭო შენი სახელი სიძე დამავიწყდა თედო გენაცვალე ეხლა იცი რა არის ეხლა სხვანაირად არ გამიგო მაგრამ რატო არ აწვევი ჩემ გოგოსთან რა დაუწუნე ჩემ გოგოს? არაფერი არ დაუწუნე, უბრალოდ თქვენი მეორე შვილი მოვიყვანეთ ცოლად. ვის მოვიყვანეთ ცოლად ის მინდა. მე ვარ უბრალოდ სამაკიაჟი მქონდა დედი მაგ დღესა. მაკიაჟი კი არა, ტალი მქონდა და თავი ცხვადა. არა, მანდ რა ვარიანტი არის ახლა მე გეტყვი რა ახსნა თუ შეიძლება შენი სახელი? თედო. თედო, ეხლა ნახე რა ხდება, ის იყო ბრაკი. ის იყო ბრაკი, გაიგე და გამოცვალეთ. ეს არის ნავაროტკებით არის ესა. ნავაროტკებით ანუ თქვენი პირით ამბობთ რომ მანქანა არისო, ადამიანი მინდა, ხალხო. ადამიანი, რომელიც სად არის ის თქვენი სასწაული ადამიანი არის ეს, სასწაული ადამიანი, ტილოვნება, ღირებული, ძალიან ღირებულებები. თედო როგორ არ მაქვს. შენას მასწავლი, ჩემი შვილი როგორია, სასწაული გულის გოგოა. ნაზი და ქალური ვარ, თედო! აი მე ნაზი და გეხვეწები რა, არაფერი არ ხარ, ეგეთი. საერთოდ. თედო. თვალები რო აიხვიო და ისე ხო, მე რა ვიცი. ეგრე მეშინია რაფერი გამიჩალიჯოს. კარგი შენ რა გეშეჩე? მე რა ხავდა გაგიჩალიჯოს. ეგრე არის ყოველ ცეცხლები არ აიხვია შენ უვარგისო შენ მაშინ მე რომ გამუყევი თუნდაც ვერ გავაჩინეთ კოკორებით გოგო. გეხვეწები სე მართლა ყეშია მომივიდა რა. ნეტა ეთი რა, რას გვახვეწინებ აგა წადი და ჩაიხედე სარკეში ერთი რას აგავხარ. მე რა ვიცი. ხო, რას აგავხარ, რა ვიცი. გასიებული გაქვს თავყობა ღორივით ახარ. რა შუაშია მე რა გიქნა? შუაში კი თავში არის. ამ ღოდა ზაქივით რომ დააწვევი აი ამ გოგოსთან. ის და ცხერხემაზე თიაქარი აქვს. ხო გამოვარდა ის თიაქარი. ამანაც რამდენს უნდა გაუძლოს, ცოდო არ არის, მე სასწრაფოში იქნება გადასაყვანი. ჩაიხედე სარკეში რას აგავხარ შენ? არა ვარ, ცოდო დედი მინდა. თუ უნდა ეცი შვილო შეთავაზე ყველანაირი ვარიანტი. ბიზი. რა გინდა და შენ რა გაგიდა? არ უნდა კაცა და ჰა ეცი მიდი. რაღაცა სხვა უნდა მოიფიქრო. დაარტყავ. რას დავარტყავ გოგოს ხელა რა ერთ დავარტყავ. არა ბიჭო დალევაზე გეუნე ეჭიქა დაარტყი და თავისით მოეშვები და თავისით ყველაფერი. ხო და მაგის მეშინია რომ არ მინდა თავისით და რომ მოეშვები არ მინდა ხალხი შენ რა გინდა კაც ვინ ხარ საერთოდ გოდიში თქვენ არ მახსოვხართ ბიზი ხო ძიო მოდი ვარ მიდი მოდი შვილო მინდა ძიო მე ხო იცი რაღაცას რო გეტყვი იმას წყალი არ გაუვა ხო იცი შენი სიტყვა კანონია კაცი აღნაგობი კაცი არ გავს ხო ეს არის ეგესნე ლუკე მაშასადამე რომ რა გინდა ბიჭო გადი ზავანებე თავი ანუ ახლა მორალი არ ვიცი მანამ სიტყვები გავიგე თვითონ სადღაც ამოვიკითხე და ვახ ჩემი დაკაცი ხარ გამნანათებლებელი აბა ბიზი მე გამდანათლა გაიცი ხალხო დამანებე თავი რა გინდა გამნანათლა მამი კისრის პოლიციის ჩაკოცე აბა ეხავე მიდი აბა მოდი ახლა მოდი უნდა გაკოცო პოლიციაში უნდა გაკოცო ხალხო რა ოჯახი ხართ ვაფე რა გინდა დამანებე თავი არ მინდა იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45.
სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.